კითხვა, რომელიც მე ხა მინდა დავუსვა ბატონ თავდაცვის მინისტრს ეხება, ბატონ იზორიას, ნორმალური სახელმწიფო რო ვიყოთ. ბატონ თავდაცვის მინისტრო, ჯერთიც ის, რადგან მე ხა მინდა ვისაუბრო, არ მოხდებოდა, მაგრამ თუ კი მაინდა-მაინც მოხდებოდა, დღეს თქვენ აქ არ იქნებოდით წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტში. დიახად, როდესაც არაერთი, თუ არ ვთქვი 21 ტენდერი მოაგებიეთ თქვენ და თქვენს გვერდით ჯდომა ბატონმა შინაგანსაკუთრებათა მინისტრმა თავის უწყებაში ოფიციალურ რუსეთის ჯაშუშს. ოფიციალურად ჯაშუშმა მოიგო თავდაცვის სამინისტროში არაერთი ტენდერი. დიახაც, რა პოზიცია გაქვს? საერთოდ აქ რო ხართ, ეს არის კომედია და ეს არის უკვე ანეკდოტი და კურიოზი. თავდაცვის სამინისტროში, როდესაც აი ასეთი ჩავარდნა, რა პოლიტიკური უფლება გაქვთ, ან რა მორალური უფლება გაქვთ, რომ კვლავ გქონდეთ პრეტენზია იყოთ უნიშნულოვანესი უწყების პირველი პირი. კაი, მორალს შენ მე ნუ მიკითხავ. ეს ერთი, მეორე ისაუბრეთ. მე ამას თქვენ შენობით ესაუბრეთ ბატონ გახარიას. ამ პიროვნებას არც ერთხელ არ მიუღია საიდუმლო შესყიდვებში, რომელიც თქვენ ბრძანეთ, არამედ კანონის საფუძველზე ღებულობდა სწორედ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობას, აქ კი მინისტრს საჯარო მოხელეს, თუ ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ვალდებულება აქვს, რომ არ ჩაერიოს, არ იცოდეს, ვინ მონაწილეობს, იმიტომ რომ ეს არის ფარული. აი, ჩარევა ნიშნავს სწორედ კანონდარღვევას და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს იყო წმინდა წყლის დემაგოგია, რაზეც თქვენ ხა ისაუბრეთ. ისო ესე იგი ჯაშუში, ისო ჯაშუში ამარაგებს ჯარს და ამარაგებდა ჯარს თვეების განმავლობაში, არაფერი, ხო? ნორმალურია, ერთი წუთით. ეს არის ერთი წუთით. როგორც კი ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, თქვენ და შინაგანსაკუთრებათა მინისტრმა ხმაშეწყობილად, ხო გააუქმეთ ის ტენდერი, სადაც ბატონი დევრიშაძე იმარჯვებდა, როგორ არა? ისევ ტყუილს ავრცელებ. ტყუილს არ ვავრცელებ, ბატონო ჩემო და კარგია, რაც უფრო მეც ისაუბრებ, უფრო ნათელს გახდისო, თქვენ დიახაც თანამშრომლობთ, პირდაპირ თუ ირიბად, თქვენ პირადად თანამშრომლობთ რუსეთის ჯაშუშებთან, ეხლა და რაც არ უნდა ისაუბროთ. ფაქტია, რომ 4 მილიონი ლარი ოდენობის ტენდერი არათუ მოიგო, მოაწოდა, ჯარს მოაწოდა სხვადასხვა საქონელი. უბედურება ის არის ერთი, რომ თქვენ დღეს აქ კიდევ უფრო დიდი უბედურება, რომ გეღიმებათ ამასთან დაკავშირებით. მე საზოგადოება მისმენს და საზოგადოებას მინდა უბრალოდ ის საზოგადოებას უნდა ესაუბრო, დემაგოგი მე მიხსნიდეს მორალზე და მიხსნიდეს სამართლებრივ გარემოებებზე. სანამ თქვენ სატენდერო დოკუმენტაციას ხელს მოვაწეთ, კონდაზვერვის სამსახური ასაკეთეთ, თქვენ თავდაცვის სამინისტრო. როდესაც თვეების განმავლობაში აწვის სხვადასხვა საქონელს, ჯაშუში ეს არ არის პრობლემა ხა ხო? კონდაზვერვაში რა უნდა თავდაცვას თქვა, ანუ 6 წლის განმავლობაში ვიცით, რომ არც ერთი ჯაშუში არ გამოუვლენია თქვენს ხელისუფლებას, ეს ვიცით, არც ერთი ჯაშუში არ გამოუვლენია ქართულ ოცნებას. და ეხლა გასაგები გახდა, რომ ჯაშუშს კი არ ავლეთ, ჯაშუშებს საქართველოს საწინააღმდეგო ვის მუშაობს, ფულს საქართველოს ბიუჯეტიდან უხდით და რაც არ უნდა ისაუბროთ, უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეთ თავს. მაქვს მაქსიმალური აღიარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. მე მიხარია, რომ ნატოს ერთ-ერთ სამიტზე ბატონმა მათისმა პირდაპირ თქვა იზორიას რეფორმები, ამას მე ჩემზედ ვერ ვიტყვი. მაქვს სრული ნდობა და ეს სასაცილოდ არ ყოფნის ჩემს პარტნიორებს, რომელსაც მეს გარემოებები აუხსენი, პირიქით მათ თქვეს, რომ ასეც უნდა მოქცეულიყავი, ეს არის კანონის მოთხოვნა, რაც შეეხება მომავალს, მეც არ მომწონს და უხერხულობას ქმნის და ვაღიარებ, როდესაც ჯაშუში ღებულობს, რამდენად ჯაშუში ეს უკვე გაარკვევს თვითონ იმ პიროვნებამ, თუ გინ თავდაცვის უწყებაში ტენდერებში, ამიტომ მე ვთქვი დილას, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ინიციატივა. ბატონი გახარია, სადაც იძახის, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ადამიანი ეხლა აი არგუმენტები არ გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ დავაჯარიმეთო, არ არის ეს გასაკვირი. ეხლა არგუმენტები აღარ გაქვს. დიახ, ეს ყველაფერი რაც არ უნდა მოიწონოთ თავი და რაც არ უნდა თქვათო საერთაშორისო დონეზე, თურმე ხოტობას გასხამენ და ჭკუაზე არ არის მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომ ეს რა თავდაცვის მინისტრი ყავს ქართულ ოცნებას. ჯაშუში ერთი არ გამოგივლენია, ერთი მე კონკრეტულ პრობლემაზე მკითხე, კონკრეტული პასუხი მიიღე. პოლიტიკური მინიმუმ გქონდეთ, აქ არ უნდა იყოთ დღეს. იმიტომ რომ იღუპებიან ჯარისკაცები სისხლს
სიზღვრიან. ეხლა თუ ნერვიულობ და ბატონი გახარიას გასაჩერებელი და დასაწყარებელი ხართ, მე მთხოვეთ და აღარ დაგისმევთ კითხვას. არა, ეხლა 5 წუთია გეკაჩებათ ხელზე ბატონი გახარია, რომ გაჩერდი. კონკრეტულ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეთ, არა ნაციონალური მოძრაობის ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის ფრაქციას, საზოგადოებას, ხახო. ჯაშუში ამარაგებდა ჯარს. და თქვენ ამბობთ, რომ მე მაგარი ადამიანი ვარ და ავტორიტეტი ჩემი იმდენად მძლავრია, რომ ჩემზე საუბრობს თელი საერთაშორისო საზოგადოება. აფერო თქვენ მაშინ. ბატონო გახარიას მიმართავ. სუფლერი არ ჭირდება, მე მგონი თავდაცვის მინისტრს და თავად გამცეს პასუხს და არ ჭირდება ეს კურსი ჩაჩოჩულება. აი რა, ერთი კითხვაზე გამეცით და ბოდიშს ვიხდი ყველასთან. თქვენ დროს რო აი ესეთ მეგობრობას ხო? დროს საუბრობთ. ვიცი, ჩემო 80% ქართულ ოცნებაში და მათ შორის ქართული ოცნების დეპუტაციაში. ასლაპარაკოთ, რუსეთიდან დაწყებული, რომელი ერთი დეპუტატი ჩამოგითხოვოთ ეხლა. რა ჩემ დროს, ის ჩემ დროს. რა შუაშია ბატონო თავდაცვის მინისტრო ეს. ვერ გაექცევით, როგორც ბატონი გახარია ვერ გაექცევა. თელ რიგ, ასე თქვა, საკითხებს და აუცილებლად აგებს პასუხს და მე როგორ გაიგიმებს, ნახავთ და ეჭვი მაქვს, რომ იქ გაიქცევა, საიდანაც ჩამოფრინდა. და ეჭვი მაქვს, რომელ სპეცსამსახურებზეც მუშაობს. ბატონი გახარია, დიახაც და ის ისეთივე პროდასალური ორიენტაციის მატარებელია. ბატონი გახარია, როგორც მე ვარ ეხა ფიზიკოსი და ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. მაგრამ მთელი უბედურება იმაში, რომ აი ახლა აწყოში ვიდრე საუბრობთ, კონკრეტული ზიანი ადგება ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. თორე ის რომ ეხლა ბატონი გახარია, ყველასთვის ცნობილი გახდება, ვინ იყო, რა იყო და რა საქმეს ასრულებდა, ამაში ეჭვი არ მეპარება.